Salami ჩემო კარგებო. ჩავრთე კამერა სამზარეულოში და მოგათავსეთ. მე მგონი არ უნდა ჩამოვარდეს ტელეფონი. როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით, დიდი პაუზა გავაკეთეთ, თითქმის 10 დღიანი. არ ვიცი მოკლედ ზუსტად რამდენიანი. დილა სახეზე მეტყობა ალბათ, რომ ისევე რა ვარ გამოძინებული, როგორც საჭიროა. არა, გამოძინებული ვარ, მაგრამ ჯერ კიდე ისე ვარ შეშუპებული. ჰერკულესი მივირთვი, რამდენიმე კოვზე. და თქვენ კარგად იცით, რომ ჩემთვის არ შეიძლება დიდხანს შიმშილი, ამიტომ რაღაცა უნდა მოვამზადო. და ეს რაღაცა დღეს, შაბათი დღისა, არის ჩემო კარგებო, ლობიანი, მაქვს გასაკეთებელი ლობიანი, მაქვს ჩაფიქრებული. კარგად, გუშინ მოვხარშე ლობიო. და ახლა ჩავსვისავ. ნაწილი ერთად ხარშავ ხოლმე დიდხანს რო არ ითუხტუხოს. და ესა, რა ქვია. ახლა მივხედავ. და თან მოგიყვებით როგორ ვაკეთებ და თან ვიჭორავ. როგორ ვაკეთებ მე ლობიანს. ძალიან ხშირად ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე საფუარიანი ცომით, იმიტომ რომ მე გამოდის ძალიან რბილი და ნაზი, კარგი საფუარიანი ცომი. არა მაქვს მაგისი პრობლემა. ხა ბევრი სხვადასხვაერი და უკეთესი ცომიც არსებობს, მაგრამ მე რაღაცა ეს ამაქვს დამოღამებული. უბრალოდ კარაქს ვდებ. ძალიან ხშირად არ ვუხრაკავ ხოლმე ხახვის. კარაქს ვდებ, კარგი მოსაწლევს ძალიან. ჩავაყრე პიმპილს და მარილს. ეს შტატივზე ჩაისტილო. ჩაისტილო მაქვს შტატივზე გადაფენილი. გემოვნებით მარილი, პიმპილი და მორჩა. მეც არაფერს არ უშვები. შეიძლება ხანდახან გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. ჩავამატო ხოლმე ხმელი სუნელი კი არა და კონკრეტულად ცოტა ყვითელი ყვავილი დაფქული და ცოტა უცხო სუნელი. არასოდეს ქინძი. აი ასე, კარგად ჩავზილავ. როცა ბევრს ვაკეთებ ხოლმე, მაშინ ვატარებ მაშინ ხორცაკებ მანქანაში. ეხლა ცოტაა, ბევრი არ არის. აი ესე, იმდენი გეგმა მაქვს ხალხო, ძალიან დაკუჭულია ეს დალოცვილი სადიტო. აუთოვებ თქვენ ჩასაცმელს მე არასოდეს. ახლა თუ პერანგი არ არის მამაკაცის თეთრი. და არა მხოლოდ თეთრი. ხო და იმას ვამბობდი. ძალიან ბევრი გეგმით მაქვს გამოტენილი თავი. აი ხა 2-3 ლობიანს გამოვაცხობ და უნდა დავждდე და ჩემი საყვარელი სია უნდა ჩამოვწერო, რაღაცა პრიორიტეტები უნდა როგორ მოვიფიქრო ჩემ თავს თუ დაუწესო თუ რაღაცა და ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გავაკეთო რა. აი ესეთი ის მქონდა, პერიოდი მქონდა და იმიტომაც ვერ გიახელით. ზელანდიის წიგნის 1 თუ 2 ვიდეო დავდე ამასობაში სანამ ვლოგები არ დამიდია და ეხლა მოგიყვებით სად ვიყავი, რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე. ჩემი მეგობრის უკრაინელი და გერმანიაში მაცხოვრებელი მეუღლე ჩამოვიდა. მთელი 3 კვირა იყო ჩვენთან. ჩემთან არა კონკრეტულად აქვე, ჩემ გვერდზე მეზობლად და რადგან მისი მეუღლე არის ჩემი მეგობარი, მუშაობს ეს ქართულის არ მცოდნე გოგო მარტო ხო არ იქნებოდა, თანაც წელიწადში ერთხელ ვნახულობთ ერთმანეთს და გვინდოდა რომ ერთად ყოფილიყავით. ბევრი გეგმა გქონდა, აქ წავიდეთ, იქ წავიდეთ, საბოლოო ჯამში მოვახერხეთ მხოლოდ წასვლა თავისუფალ თეატრში. ჩემ თეატრში, როცა ჩვენ გვეცალა და იქაც ადგილი იყო და ასე თუ ისე არაქართულის მცოდნესთვის გასაგები იქნებოდა. ავარჩიეთ ძაღლის გული.
კარგია განა. აღარაფერი არ უნდა. შვენიერია. არც კარგი უნდა და აღარც არაფერი. ძაღლის გული ბულგაკოვის სორფსტები გიორგი სიხარულიძეა რეჟისორი. იმედი გამიცრუა სხვათა შორის მე უფრო მეც მოველოდი. ერთადერთი თიკო კორძაძე იყო ისეთი გენიალური როგორც ყველგან სადაც კი მინახავს ოდესმე. ძალიან კარგი იყო მამუკა მუმლაძე, იგივეს ვერ ვიტყვი სხვა მსახიობებზე. თუმცა იცით რა შეასაქმე, როცა რეჟისორი არ რეჟისორობს და ჩანაფიქრი იმ თავითვე არ არის სწორი და რაღაცა მოკლედ პირდაპირ ვიტყვი. ერთმა თეატრის კრიტიკოსმა თქვა, რომ გინდა კროსით ცურავდეო და გინდა ბრასით ცურავდეო, თუ უნიტაში ჩაგაგდესო, ვერ იცურებო. აი, ცუდ სპექტაკლში, ცუდ მასალაში ვერაფერს ვერ გააკეთებს მსახიობი, თუმცა თიკო კორძაძე იყო ჩაღა და მაინც ძალიან მაგარი გოგოა. უმაგრესი ხოშიანი იყო. პაციენტმა გაუჩინა შვილიო. ზოგია პირდაპირ ესმაკი ჩაუსახდა სტულშიო. ზოგია ამბობს ისევ ძველ ცივილიზაციებს. მიაწერს ალბათ მაინც ყველაფერი საიდუმლო დავტოვოთ, რადგან ამაზე ჩვენი პროფესორი განსაკუთრებული სიფრთხილით რუკავს. აი პაბლიკი არავის და არაფერს ერიდება და პირდაპირ ყოველს თვალწინ ქუჩაში გოგოებს აედევნა. ელენემ ბაბლის გარდა იმისა ვიყავით მოკლე ვიზიტით ზღვაზე. ეს იყო 4 ოქტომბერი და ჰოიდა საოცრება. ისეთი კარგი ამინდი იყო ხალხო, 31 გრადუსი იყო ბათუმში. ზღვა კი იყო, წყალი კი იყო ცივი, მაგრამ რო ამოვდიოდით და ვჩერდებოდით 1.5 საათი მაინც, ხო? ისე ფცხელოდა რომ უკან ჩავდიოდით ზღვაში. ხოდა? აი ძალიან კარგად შეგვერგო ის ერთი დღე. მეორე დღეს აჩვენებდა წვიმას და იწვიმა კიდევაც და ამიტომ გადავიფიქრეთ კიდე ერთი დღით დარჩენა, თორე გვინდოდა ძალიან.
შემდგომ გავაცილეთ ჩვენი გოგო. გავაცილეთ და მცრემლებით და ცხვრსახოცებით და ჰაით და ხუით ეხლა რომ მირეკავს ეხას გაიძახის რომ მანდ მინდა და ყველაფერი მაქაური მინდაო. ძალიან ვისიამოვნეთ მოკლედ ეს 3 კვირა ერთად ყოფნით. ასევე ამ 3 კვირაში დავგეგმე და TikTok-მა შემიშვა ლაივში. გახსოვთ ალბათ რომ ლაივები დავაანონსე და არ გამიხსნა ლაივი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ 2000 მაყურებელი ყავდისო. მე თვითონ მოვიდა TikTok-იდან შეტყობინება, რომ თქვენ შეგიძლიათო, რომ εμάς ქნათო. ჩართოთო ლაივიო და იმის შემდეგ ვაკეთებ ლაივებს. ვინც არ იცით, მეორადი ჩასაცმლის ლაივები TikTok-ზე შეგიძლიათ მიპოვოთ. გემრიელი ცხოვრება აწერია ქართულად. გემრიელი ქვედა დეფისი და ცხოვრება. აბატონო, ჩემი საყვარელი ტაფა გავახურო. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ჩემი TikTok ლაივების. იმიტომ რომ მე ვერ ყვევი ბრენდებში, ზომებში, ხარისხებში, ზოგადად მიყვარს მეორადი ჩასაცმელი, თქვენ კარგად იცით. მიყვარს იმ თვალსაზრისით, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა, შეღავათიანია და ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განვანათახა თათუნები. ხო და მოკლედ ასე თუ ისე მოგებაც მოაქვს. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისწავლე ის რომ არ დავარეზერვო და არ გადავდო ჩასაცმელი თუ სათამაშო თუ წინასწარ არ ჩამირიცხავენ. ზოგი მეუბნება რომ აი ეხლა ვერ გავალ და ვერ ჩავრიცხავ. ანუ ეს ის ასაკია როგორც ჩანს მომხმარებლის და ადამიანების ისეთი საფუარიანი ცომი მაქვს ცოტა. 2 წელი გამოვა. მე ცოტა ცომს ვიღებ და ბევრი მას რა ქვია. ბევრ გულს არ ვუდებ საერთ. ბუბურა დღეშია გესმით? მოკლედ ეგრევე ვერ ვარიცხინებ რა. აი ეხლაც ლამის 500 ლარის ამოსაღები მაქვს თანხა. რა თქმა უნდა, მე ამას არ გავგზავნი, სანამ არ დამირიცხავენ, მაგრამ ისიც ზარალია ჩემთვის, რომ მე 2-3 საათი ლაივში ვიყავი. მგონია რომ რაღაცა გაყიდულია და სინამდვილეში თურმე სუტყვილაა გაჩერებული. ლაივის დროს კომენტარებში ვკითხულობ ვის რა უნდა და ხანდახან რაღაცა ნივთზე მიდის ხოლმე დავა, არაჩემია და მისი ლაივის დროს მინდაში დავა მიდის ხოლმე და აი ჩარიცხვის არ მოგახსენოთ. ნუ მე ძალიან კარგად მესმის არა ვარ ჩვენ დიდარი ქვეყანა, ამას ნელ-ნელა მე როგორმე მოვაწესრიგებ. ალბათ უბრალოდ გავბრაზდები და ვიტყვი რომ არა, ვისაც ანგარიშზე თანხა არა გაქვთ, ეს არ არის პური და ყველი, ეს არის სათამაშო. თუ გაქვთ და ჩარიცხავთ, კი ბატონო, თუ არ გაქვთ და ვერ გადაგიდებთ და აგერ სხვა ელოდება და სხვა აიღებს. აი ესეთი შევკარი კოკორა. ესე დავაგორებ ხა ამ კოკორას ტაფაზე, კარგად მაქსიმალურად გავაფრთხილებ და გამოვათხელი ლობიანი. ვაცხობ დაბალ ცეცხლზე და ვაცხობ თავსახურის ქვეშ. ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს კარგად ფქვილიანი. თუ კი ვაკეთებ პერაშკებს, ანუ რეზელებს, აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე ზეთზე. აი აქ ზეთს ვასხამ და ზეთიანი თითებით ბევრი ფქვილი რო არ აიღოს, მაგრამ რგვალებს ვერ ვკრავ, ზეთიანი შეკვრა ცოტა ძნელია. და ამიტომ
ვაფქვილიანებ. აი ხა ორივე მხრიდან მოვაფქვილიანებ. აი ესე. გავაბრტყელებ. პიმპილზე ხართ მიყუდებულები ასე რომ თუ გადაყირავ და არ გამიბრაზდეთ. ყველანაირი გადასაღები საშუალებების და ტექნიკების გარეშე ვიღებ დღეს. უბრალო ვლოგს, იმიტომ რომ ძალიან მომენატრეთ. მაქსიმალურად რამდენიც ჩაეტევა იმდენს ვტენი. ზედმეტიც თუ მოვიდა გაბრტყელებისას ტაფაზე მე ლობიოები ცომში გამოყოფენ ხოლმე თავს და ეგრე არ მომწონს. აი ესე შევკრავ. ხინგალივით. აი ასე. თუ არ ეწეპება ფქვილს ვაყრი. ასე. კოკორა მზად არის. აი ასე. აი ხა ამ ფქვილიან ზედაპირზე დავდებ. არ გავაბრტყელებ, მოვამრგვალებ ლამაზად და სანამ ტაფაზე პირველი გამოცხება, მანამდე აი ამან შეიძლება ცოტა აწიოს თავი და ეგ ცუდი არ არის. უფრო კარგი იქნება. ხელებს ვიბან ყოველ 5 წუთში ერთხელ. 5 წუთი კიდე ეს არის რა ქვია, ცოტა ამიღო. სანამ მე თქვენ არ მინახი ხართ აი ამ სამკვირაში, სანამ ეს ჩემი უკრაინელ-გერმანელი მეგობარი აქ იყო, მასაც უნდოდა რაღაცეების შეძენა ოჯახისთვის და წავედით ხაშურში არის ესეთი არაჩვეულებრივი მაღაზია, სვანების მაღაზიას ეძახიან და იქვე არის მეორე მაღაზია, ისიც არაჩვეულებრივი საოჯახო საქონლის ჯეომარკეტი ქვია, მე მგონი. ჯეოჰიპერმარკეტი, ჯეომარკეტია, მე მგონი, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მაგ შესახებით, შეგიძლიათ Facebook-ზეც იპოვოთ, ვინც ხვდებით ხოლმე მაგ ადგილას, თუმცა თუ ხვდებით მაგ ადგილას, აუცილებლად უკვე გეცოდინებათ, ჩემი რეკლამა აღარ ჭირდება. შევედით მოკლედ აი ამ ჰიბმაში, ჯეომარკეტში და გადავეყარე სასწორი არ მქონდა, სამზარეულოსი კი არა. მისი სასწორი, ადამიანის სასწორი. შევიძინე, მოვიტანე სახლში, გავდექიზეთ და არც მეტი და არც ნაკლები ვარ 101 კილო. მაშ დავხედოთ ახლა ლუბიანს. აი ასე ჩემოკარგებო. აი ასე რომ გავახანხალებ და მიწეპებული არ არის და იმაშვება. აი ესე შეგვიძლია უკვე შეგვიძლია გადავაბრუნოთ. ეხლა ცალხელში ის მიჭირავს. აი ასე. ამას ახლა წავუსვამ კარაქს. პატარა კარაქის ნაჭერი უნდა გადავუსვა და ისევ დავაფარო თავსახური, რომ იყოს რბილი. აი ასე, ისე მშრალ ტაფაზე ვდებ. არავითარ შემთხვევაში ზეთს არ ვასხამ. ტაფა არ შეიმჩნიოთ ხალხო, ეს არის ტაფა, რომელიც არაჩვეულებრივია საცხობად და ვერ შევცვალე, იმიტომ რომ რაღაცა სქელია და ცხობაში ძალიან კარგად მადგება. ხო და მოკლედ, აი ესე 101 კილო ვარ. ტრაგედიას არ ვქმნი, იმიტომ რომ რაღაცნაირად კი არ შევეგუე, რაღაცნაირად ვიცი რომ მოვლადია ეს ამბავი, რაც უფრო მეტად აღშფოთდები და გადავირები, ვიცი რომ უფრო ძნელი იქნება ამ ყოველთვის მოშორება და მაგისთვის უბრალოდ არ მცალია და აუცილებლად მივხედავ. შაბათია ახლა დღეს ხვალკვირაა და ხვალ ტასიკო მიდის თმის შესაჭრელად აქვე ჩვენ კორპუსში და ვფიქრობ მეც ხوار წავიდათ, მახვარ შევიღებო. ასევე ჩემი ეკა, რომელთანაც მე ფრჩხილზე დავდიოდი, აგერ ჩემ კორპუსთან გადმოვიდა და ხალხო არ დაიწვება ახლა ეს ნახეთ როგორ აიბერა გოიბერა ჩაიჭუტება არა უშავს დავაფარებ ისევ და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ მაგ 101 კილო გამხდარაო და რას მიკეთებენ ეხლა აი მასში რა ქვია ეზოში მიცადეთ გაჩვენოთ რა შეკეთებ შემოგევლე რა იპოვე სიხარულო რა
შენ შემოგევლე მე ჩემი პაწაწინა ბოთლი დედა რა კარგი ბოთლი აქვს ქარს გაუღია ჩემი ტომატების კარები მაცივარი მიდგას ძველი მაცივარი აივანზე და აქ მაქვს არა და არ მომწონს თითქო არ უხდება ჩემ ტომატებს აი გოგოებო და ბიჭებო რას მიკეთებენ აქ სავარჯიშო მოედანს საბავშვოს სკვერს განათებას აი ეს ისინი რო არის დარჭობილი აი ესენი ეგ იქნება სავარჯიშო მოედანი ნახეთ რა მაგარი ამინდი გვაქვს იფ მზეო 9 თვალა გავსხალი ეს სილამაზე ხმელი ფოთლები შევაცალე და კიდევ ერთხელ იყვავილა ნახეთ მეზობლებსაც ვარგუნე ხო და აი ესე იცის დაბრაწვა მოწითალო მოშინდის პროფრად შემოდგომაზე რო აგრილდება ხოლმე გრილა ღამე მართლა გრილა ის კი არა და ის დავიმატე პლედი დავიმატე თბილი პიჟამო ჩავიცვი ღამე ცივა მე კი მაინც უმცხელა არ დაგვეწვას ლობიანი გადმოვახტუნოთ და სანამ ცხელია მეორე მხარესაც ვუსვამ აი ამ კარაქის ნაჭერს აბატონო გავჭრათ და მივირთვათ ხელი გავიფქვილიანე მეორე დავსვი უკვე ხელი გავიფქვილიანე და ახლა შვიდან ვიწყებ შეკრული კუჭი ქვეშ მოვაყოლე და შვიდან ვიწყებ აი ესე დაბრწყელებას იმიტომ რომ აი ამ ნაწილებში არ დარჩეს ცარიელი ცომი და გულსართი კონკრეტულ შემთხვევაში ლობიო გავიდეს ბოლოშიც აბატონო აი ასე ნახეთ ზოგ ადგილებში ლობიომ გამოიჭყიდა მაგრამ არ აუშავს ეგ არ არის ნამდვილად ტრაგედია დავაფაროთ უფრო თხელის გაკეთებაც შეიძლება მაგრამ ბევრი გულსართი თუ გვინდა ბატონო ესეთი თხელი აღარ გამოდის დამიწვა თითუნიები შემრეშილი პომიდორი შევიძინე ჩვენ კორპუსთან მოვიდა სულ არ ვაპირებდი ყიდვას მაგრამ დაბლა ვიყავი ჩასული საქმეზე და ასიგნალებდა შევხედა რაღაცა კაი ბაღის პომიდორი იყავდა εκεί და კი იყოს ჯერ ერთი შემრეშილი მიყვარს კარგია შესაძლებლად ჩასახრაკად შესაძლებლად არის არაჩვეულებრივი მეორე ერთი ნიგუზით მიყვარს ხო და მე და იყოს თქო რა რომელიც მწვანეა კარადა არ მაქვს თორე კარადის თავზე შემოვალაგებდი დავალაგებ და ნელ-ნელა დამწიფდება და რა ვიცი დედა ჩემი იძახის რომ ვიყიდიო და ჩვენ ესე ვაკეთებთ ხოლმე ვაკაჩინებთ საახალწლოდ მეორე სართულზე რომელიც ართბება კარადის თავზე გაზეთზე აწყობს დედა გაზეთს აფარებს თავზე რომ სინათლე არ მოხდეს და მე ახალწელს ერთი დაჭრა სალათი გამოდის რა გოგოებო ისეთი კარგი გამომადგა ეს დანა ისეთი კარგი მეტი რო არ შეიძლება აი ესეთი არ არის ძვირიანი აი ესეთი ვიყიდე სადაც სასტორი ვიყიდე ის ავად სახსენებელი სასტორი რომელიც ცუდ ციფრებს მიჩვენებს აბატონო მეორე ლობიანის გადავაბრუნეთ რა გავუკეთოთ ახლა ამ სალათას ბულგარული ქინძი მარილი რა ვიცი რაღაცებს დავაყრით და მარილი
ცოტა ზეთი. ხახვით დიდებად დავჭრი ხახვის. ტასიკოს არ უყვარს. ბულგარული და კინძი მაქვს ხალხო გაყიდულ მდგომარეობაში. აი ნახეთ. აი ასე. დაჭრილი. პირდაპირ რამდენიმე წელს მოვუტეხავ და პირდაპირ რამდენიმე წელს დავაყრი. ყოველგვარი იმის გარეშე. გადნობის დალუდების გარეშე. უცებ შედნება, თან ახლა სველი როა ეს სისველი რომ მოხდება, უცბად გადნება და საერთოდ არ ეთყობა რომ აცვერშია ნადები. კინძის მაქვს ყოველთვის იმაში საყინულეში, ახლა ცოტა დასამატებელი მაქვს. ხო და დედასთან ამოვიდა შემოდგომის კინძი და უნდა წავკრიფო. ასე. ხო, ლიმონის წვენს და არაჟანს დავამატებ. ლიმონის წვენი და არაჟანი. არაჟანი და არაჟანი. აჰა. ხო ის დაგანებდოდი, ალაზანა და ალაზა. კამეჩები და კამეჩები. ეხო ცურავს ალაზანში. არ მღერის ღირინებს. ალაზანო და ალაზანო. ჩამოიწურეს კამეჩებმა. კამეჩები და კამეჩები. უცებ ვიღაცამ იხჩობა იქვე რუსი და ყვირის помогите, помогите. Помогите და помогите. გაგრძელა მიხო ჯიგარია. კამეჩები და კამეჩები. ხო, ეხა დაფქული ნიგოზე არა მაქვს, მაგრამ არა უშავს. დავო ნაყავ. დედამ გამიტეხა შარშანდელი ნიგოზი. შარშანდელი ქონდა შენახული. ნუ იყო მოსავალი და შეინახა. და წელს სხვათა შორის რო არ ელოდა ისეთი იყო მოსავალი. ერთმა ხემ საერთოდ არ მოისხა, მაგრამ მეორე მოისხა. მესამეც აქ, მესამეს არ ვიცი. მესამეც აქ, მეოთხეც აქ, ახალი მოსხმული აქ. ეხლა და ახალი მომცა ჩურჩხელების ასასხმელად, ჩურჩხელები აასხიო. აი ასე. რა მოხდა კიდევ ამ სამკვირაში, იცით? გასაუბრება დამინიშნეს ჩემო კარგებო, აგარის ტექნიკური სასწავლებლის ელექტროფიკაციის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. სტუდენტი არა, შეგირდი, უფრო სწორია მე მგონი ტექნიკური მაშინ. პროფსასწავლებელში, ესე ვთქვათ. პროფესიულ სასწავლებელში. ხო და სწავლა მეწყება ნოემბრის ბოლოდან. რამდენიმე დღის გაცდენა კი მომიწევს. იმიტომ რომ მივდივართ მილანში. მაგრამ არა უშავს რამდენიმე დღე ანაზღაურებადია. ასევე მაქვს ვარიანტი რომ ავიყვანო თექის სათამაშოების და არა მხოლოდ სათამაშოების, თექის ჯგუფი ავიყვანო მოკლედ ბავშვების. არა მარტო ბავშვები, შეიძლება დიდებიც იყვნენ. და არ ვიცი ხა აი ამოდენა საქმეში მაქვს თუ არა მაგ ყველაფრის დრო. რა გითხრათ აბა? არ ვიცი. ვნახოთ. ბავშვები მოვიძინო. რა ხდება ხალხო ქვეყანაში, ამ სამკვირაში რეები მოხდა. მე მაგალითად სულ არ მომწონს ეს ცვლილებები განათლების სისტემაში, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ მე ვთვლი რომ განათლება არის ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საერთოდ გადამწყვეტი. დაანგრიეს სკოლა და ქვეყანა თავად დაიქცევა. 100,000% ვეთანხმები და ომის შიშით, ესეც ომი გამოდის ფაქტიურად. ომის შიშით ისეთი ჩუმი ომი გვაქვს.
ესე იგი 3+1 გვეყოლება მხოლოდ მოისმინა სპეციალისტები, ინსტიტუტ დამთავრებულები, ჯერ ხო ისე აბულბულებენ და 11 კლასი ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ვეღარ გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ვერაფრით ვერ ავამაღლებთ ჩვენ ცოდნის დონეს, თუ არ დავიხმარეთ ევროპული გამოცდილება. ანუ ევროპაში თუ არ გახდნენ ჩვენები პროფესიონალები და არ მითხრათ ახლა, რომ ჩვენთანაც არიან კარგი პედაგოგებია. კარგი პედაგოგები რომ იყვნენ ჩვენთან 80% მაინც. რეპეტიტორებთან სარბენები არ ვიქნებოდეთ და რა ვიცი, მე ლაპარაკიც აღარ მინდა მაგაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მედავება. მე კიდე კარგად იცით, რომ დავა არ მიყვარს. რა გითხრათ, აბა. რით გაგახაროთ, შემოგარქებო. აი ესეთ სალათი მივიღე. გემრიელი. ეს არ არის ხა სალათი, რომელიც სუფრაზე და საჩვენებლად უნდა გაიტანო. მაგრამ ჩემო ჯოხს ასეთი უყვარს, ხო, ამზადე უცბად. ხელსვათ ეს ჩიტუნიები ბუდეში. აი ასე, ეს რისი თავსახურია? წაძვრა საწყალი. წაძვრა. ომეგა შევიძინე, როგორ არის ხალხო ფასები გაძვირებული, აი როგორ არის გაძვირებული სასწაულად რა. მეორე ლობიანჩიკიც გამოცხვა. ერთი-ორი დღის წინ ამანათები გავაგზავნე ჩემი ონლაინ მაღაზიის მომხმარებლებთან. ხაშურში ავიტანე და დელივოში და მამაც წამომყვა. სამაქო, ორ თვეში ერთხელ ყიდულობს ხოლმე თავის წნევის მარეგულირებლებს. და შევედით აფთიაქში. მამას წამალიყო ამ ორ თვეში ერთხელ რო ყიდულობს, სულ ახალი ფასი ხვდება და რა თქმა უნდა მომატებული. ხო და Head and Shoulders-ი, აი ელემენტარული, ყველაზე მარტივი Head and Shoulders-ი 20 ლარი და 25 ღირს, ხალხო, დიდი ბოთლი, კარგით, ნუ აი ერთი წლის წინ ღირდა 8 ლარი. თუ არა, 8 სხვა მაღაზიებში ღირდა და აფთიაქებში 12 ღირდა ხოლმე. ტასიკო ყიდულობს მაგას, ხმარობს და იქიდან ვიცი. მახსოვს კარგად. სულსენა ვიყიდე, ახლა ვიყიდე სულსენა. ამ ჩემმა უკრაინელმა პადრუშკამ მითხრა, რომ უკრაინაშიო ძალიან ხშირად ყიდულობდიო მაგასო, ძალიან პოპულარულიაო და უკრაინული წარმოების არის შამპონი და არის კიდე პასტა, ანუ მაზია, თავზე წასასმელი და ეს არის სიმშრალისთვის, სხვადასხვა ბაქტერია თუ რა ქვია, არ ვიცი მე. მოკლედ, ქერტლის გამომწვევი თუ კი რამე არსებობს, აი მაგისი პროფილაქტიკა და რა თქმა უნდა, ეს არ არის მკურნალობა, ისევე როგორც აი ნიზორალი და მეორე იყო რაღაცა, აღარ შემოდის არც ერთი. აი ესეთი პროფილაქტიკაა რა, ხელს უწყობს, მაგრამ არ მკურნალობს. ახლა თუ რამე გაქვს სამკურნალო, უნდა წახვიდე დერმატოლოგთან და ტრიხოლოგთან. აი ესეთი ამბები. თეფშები დავითრიოთ, თეფშები. რა დაგჭირდება კიდე ჩვენ? რა დაგჭირდება? ტყემალი, თუ ვინმეს უნდა რომ ჩააწოს ჩვენი ლობიო. თქიმალი. კაი, მერე გამახსენდება. თავარი ეს არ დამავიწყოს, თორე ვიყიდე და მასივარში დებით მე არაფერს არ ემას მიზავს. შემიცვლის. უნდა დავლიო. ჩამასხით ერთით უნდა დავლიო. აი ბალამ დავლიო. სიმწრის ცეკვა და სიმღერაა. აღარ ვილაპარაკებ ფასებზე, აღარაფერს არ დაგძაბავთ. ხო, კარგად იყავით, რაც მთავარია. ყველაფერს ეშველებ. წავიდეთ ახლა მივირთვათ. ყინულები. ჯერ კიდევ არის სეზონი. ყინულები ვინ დავლიოთ. წყალის და ასე შემდეგ. ძალიან მეპრაქტიკულებაა ეს.
გვაქვს? ყავა გავაკეთოთ დღეს. ყავა, დასიკო ბავშვობაში ეძახდა. ყავა. სფონზე. ჩემი სამუშაო ყუთები. ეგ რა არის? აი რამხელა აგით. სკოჩები, პარკები, რა ვიცი მე. რა გინდა სულო და გულო. თანამ ბუბუს ხელში რომ ყველაფერი უნდა რომ წაკტაცოს, წაგლიჯოს. ხო და მაგრამ არ აუშავს. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს ხალხო, რა ვქნა? აი ძალიან მომწონს. აი თექის ხელსაქმის პედაგოგობა, რაღაცა გული მეთანაღრება, მეზარება, ახლა გადი. მიყვარს ბავშვები, მაგრამ ბავშვებისთვის სულ კარგ ხასიათზე უნდა იყოს, სულ თითოეული სიტყვა უნდა გააზომო, არ უნდა დაღლილი არ უნდა იყოს, მათთვის უნდა იყოს, მოკლედ, წინასწარ უნდა მოემზადო, ის 1 საათი არ გრძელდება გაკვეთილი, უნდა მოემზადო. ხო და რაღაცა გული მეთანაღრება და ეს საქმე ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს. ასიკო, ვერიფიკაციის კოდები მოდის და რა ხდება? რისი? საერთოდ. რა ვიცი, გაგებაში არა ვარ, ახლა გავთიშავ და გაჩვენე. აბა ხალხო, უნდა ვისადილოთ, თუ უნდა ვივახშმოთ, თუ ვისამხროთ. შენ არ გეჭმევა ლობიანი, ჩემო მზეჭაბუკო, ბუბუს ეძახის მზეჭაბუკო. მადლობა ღმერთს ლუკმაპურისთვის, მადლობა ღმერთს. აი ამ სუფრისთვის, სიმშვიდისთვის, სიმშვიდე მოგცეთ ხალხო ღმერთმა, აბა თქვენ იცით, ყოჩაღად. აუცილებლად ვიდეოში ჩავსვავ, როგორ ვიწანწალეთ ზღვაზე. რა ვნახეთ, რა არ ვნახეთ, თეატრის ამბები, რაღაცეები და მომწერეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მომენატრეთ და ძალიან მახარებს თქვენი არსებობა ზოგადად ამ არხზე. არ მიწყინოთ დიდხანს რომ დაგივიწყეთ. აბა, კარგი დღე, კარგი საღამო და იმედი ვიქონიოთ რომ შევხვდებით ხვალ. Bye bye.